მაესტროს ფაქტორი ბრუნდება პირდაპირ ეთერში ჩვენი მთავარი კითხვა ინტერაქტივის კითხვა არის აქვს თუ არა პერსპექტივა საქართველოში რევოლუციურ სცენარს დაგვირეკეთ იაქტიურეთ გამოთქვით თქვენი მოსაზრება გადაცემის ბოლოს ჩვენ შევაჯამებთ ამ შედეგებს და გავიგებთ როგორია საქართველოს მოსახლეობის განწყობა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მე მინდა მივესალმო გადაცემის სტუმრებს ჩვენ სტუდიაში უკვე შემოგვიერთდნენ სტოსო შატბერაშვილი მემარცხენე ალიანსი გიორგი ახვლედიანი ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი და კახა კუკავა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი თარხან მოურავი ირმა ინაშვილი პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია დიდი მადლობა ბატონებო რომ ხართ ჩვენთან ერთად ბატონოსო პირველი კითხვა თქვენთან მაქვს თქვენ დღეს ბრიფინგი ჩაატარეთ და განაცხადეთ რომ იგეგმება დესტაბილიზაცია გადატრიალება ამას გეგმავს ნაციონალური მოძრაობა რა კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთეთ ეს განცხადება მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მართალია მე დღეს შევატარე ბრიფინგი, მაგრამ ჩვენ მაისიდან მოყოლებული ვაცხადებთ და ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, რომ მზადდება დესტაბილიზაცია, მზადდება არეულობა, მზადდება თბილისური მაედანი, მზადდება ვარდების რევოლუცია 2. სამწუხაროდ მხოლოდ 2 კვირის წინ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომ ეს ინფორმაცია არის სწორი, ანუ ჩვენზე კი არ დაგვეყრდნო, განაცხადა რომ ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ასეთი რამ ხდება და დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა. რაც შემდეგ განამტკიცა ამ ეგრეთ წოდებულმა პარტიზანული ბრძოლებისათვის ვითომს და სამალავებში გადამალული იარაღის არსენალის აღმოჩენამ. ეს რომ მზადდება, ამას არ ჭირდება არანაირი ჩანაწერების აუთენტურობა. რატომ ვარაუდობთ? თვითონვე აცხადებენ, აი ქურდს მოусმინე და 5-ჯერ გამოტყდება დღეშიო ნათქვამია. ყოველ გამოსვლაზე ყველა ნაციონალი, მე აღვირახსნილ ნაციონალებს გულისხმობ და არაშედარებით ნორმალურებს. ყველა გამოსვლაში აანონსებენ, თბილისში მოხდება ახალი მეიდანი, თბილისური მეიდანი, მოხდება ვარდების რევოლუცია, მოხდება ხალხის გამოყვანა, მოხდება სახელმწიფო გადატრიალებას არ ახსენებენ, მოხდება რევოლუცია და ამ დროს იმდენად უვიცები არიან, რომ რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება ერთი და იგივეა. ისე რომ დღევანდელი ბრიფინგით მხოლოდ და მხოლოდ დავადასტურე ჩვენი რამოდენიმე თვის წინ გაცხადებული ინფორმაცია, რაც უკვე რეალურია და მე ღმერთმა არქნას რომ ეს ასე მოხდეს, მაგრამ 8-დან 9 ღამეს ყველა დავინახავთ ვინ იქნება დესტაბილიზატორის კატალიზატორი, დესტაბილიზაციის კატალიზატორი. მხოლოდ 2 კვირის წინ დაიწყო ამაზე ლაპარაკი ხელისუფლებამ ბატონ თამაზ. თუ კითხვების განმავლობაში არსებობდა ინფორმაცია, არსებობდა ვარაუდები, ხელისუფლება რას აკეთებს ამ პერიოდში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, ასევე ვისარგებლებ შემთხვევით იშვიათად ვიწვევენ ბოლო პერიოდში და მაყურებელს მიმართავ, რომ ჩვენ ვაგრძელებთ არჩევნებში მონაწილეობას, ჩვენი საარჩევნო სუბიექტი, ჩვენი ნომერი არის 7, უბრალოდ რამდენიმე ჩვენთაგანმა მოხსენით მაჟორიტარული უბნები და ჩვენი კანდიდატურები და გავაგრძელებთ პარტიული სიით, ასე რომ მათ შეუძლიათ იმ 40%-ზე მეც, რომლებიც სახში მხოლოდ იმითოს ხედავ, რომ ჩვენ ეგონათ, რომ ჩვენ არ მონაწილეობდით არჩევნებში, შეუძლიათ გამოვიდნენ და მოგცე ხმა უკვე 8 ოქტომბერს და უკვე ნაკლები უკმაყოფილო ხალხი იქნება და ასე მუხტიც ნაკლები იქნება. რაც შეეხება აქ დასმულ კითხვას, თუ ხალხის განწყობით ვივჯელებთ ამ რევოლუციურ სცენარს არ უნდა ქონდეს საფუძველი. იმიტომ რომ გამოყვანიც არ ჩანს და არც იმდენი ხალხი ჩანს, რომელიც ამას გაყვება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რევოლუციას ჯერ ერთი ბევრი უმრავლესობა არ ახდენდა, ყოველთვის რაღაც პატარა ჯგუფები და ამას თუ დაუმატებთ იმას, რომ აი რევოლუციის მომწყობები საკმაოდ კარგად არიან მოკალათებული სხვა ქვეყანაში და საკმაოდ თანამდებობებს იკავებენ, ფლობენ უზარმაზარ რესურსს, როგორც ფინანსურს, ასე პოლიტიკურს და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მათ ზურგს უმაგრებენ ჩვენივე მეგობრები. ვინ არიან ჩვენ? ნუ ყოველ შემთხვევაში ისინი მათ რომლებიც არ გადმოგცემენ, ჩვენ ვისაც ჩვენ მეგობრებს უწოდებთ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ამ კრიმინალებს, რომლებზეც წეგან ჩემი მეგობარი ასევე ზვიადი ზიგური ამბობდა, რომ გასამართლებული აქვს, მისჯილი აქვს და ასე და მისჯილი კი აქვს, მაგრამ ვინ გვაძლევს მე? ის მისჯილები ზოგი გუბერნატორია, ზოგი პროკურორია, იქ წვეტენ ამ უფრო დიდი ქვეყნის საქმეებს, მათ უკან დგას იგივე სახელმწიფოები, მათი პოლიტიკური ელიტა და ის მათ მიერ შეგულიანებულებს, თუნდაც მცირე მხარდაჭერით, რომ შეიძლება რაღაც დესტაბილიზაციის მოწყობა მოახერხონ მათ.
ამაზე არ შეიძლება ასე გატარება ამისი და თქმა იმისა, რომ რადგანაც აგერ ინტერაქტივში 90% იძახის, რომ ასეთი სცენარი არ მოხდება. საფრთხე აღარ არსებობს. საფრთხე არსებობს, იმიტომ რომ გამოცდილები არიან ამ საქმეში ისინი. აი, ჩე გევარასავი დადიან აქეთიკი და ის თუ ცოტა წესიერ საქმეებს აკეთებდა შედარებით ესენი ცოტა უფრო არაპოპულარულ საქმეებს წყვეტენ, მაგრამ მათ ზურს უმაგრებს კიდევ საკმაოდ სერიოზული ძალები და აქედან გამომდინარე მეტი სიფრთხილე მადლობა. ახლა შეიძლება თუ არა რევოლუციურმა გამოცდილებამ აჯობოს ხალხის მშვიდობიან განწყობას და მაინც გამოიყვანოს ქუჩაში. დიდი მადლობა ეთერში მოწვევისათვის. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ნაციონალური მოძრაობა რა თქმა უნდა ყველაფრის მკადრებელი არის და შეიძლება როდესღაც და საომავლოდ კიდევაც რევოლუციაც იკადროს და უფრო უარესიც იკადროს და უკადრია კიდევაც, მაგრამ მე გამოვრიცხავ სრული 100%-ით გამოვრიცხავ ამ საპარლამენტო არჩევნების დროს რაიმე დაპირისპირებას ქუჩაში. ჯერთი გამოვრიცხავ იმის გამოც აქ ნაწილობრივ ბატონმა თამაზმაც ახსენა ეს თემა, რომ რევოლუცია რო გაკეთდეს, შეიძლება უმრავლესობა არ უჭერდეს მხარს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მას არსებითად მეტი უნდა ქონდეს რეიტინგი, ვიდრე მართულ პოლიტიკურ ძალას. 2003 წელს, როცა ნაციონალურ მოძრაობამ მოაწყო რეიტინგი, ჩვენ უშევადარებთ ეხა იმ სააკაშვილს ობიექტურად ქონდა დიდი რეიტინგი, დიდი სახალხო მხარდაჭერა, რეალურად დაიძრა ხალხი სამეგრელოდან და დღეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები რესტორნებში ვერ შედიან, ისე ცხვირპირზე რო არ დააფარონ თეფშები. ამიტომ არაპოპულარულ ძალას, რომელსაც ხალხი დაძდევს, ჩემნაირად არანაირი რევოლუციის მოწყობის შანსი არ აქვს, მაგრამ თავარი რატომაც არ გაკეთდება მაგდა რევოლუცია. ეს სცენარი, ეს ეგრეთ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია, ეს ორივე ოცნების და ნაციონალების წისქვილზე ასხამს ხალხს ერთდროულად. ყველაფერი ხო ამორჩეულის გულმავიწყობაზე არის გათვლილი. ასე არ იყო შევარდნაძე აბაშიძე არ დგავდნენ სპექტაკლს, რომ ვითომ დაპირისპირება მიდიოდა და დანარჩენების ხარჯზე იღებდნენ ხმებს. ასე არ იყო, როცა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოგვიყენეს პატარ-კაციშვილის ჩანაწერები და ცდილობდნენ, რომ მასზე გადაეტანა მთელი ყურადღება და სინამდვილეში ჩვენ დავეზარალებინეთ და ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ნუ გადაგვავიწყდება, რომ ყველა სექტემბერი და ოქტომბერი 315 მუხლით იწყება. სად არის გამოძიებული საბურავების საქმე? სად არის გამოძიებული ნიჟარაძე მელაძის ამბოხება? დამთავრდება 8 ოქტომბერში და ამ სტუდიაში და სტუდიის გარეთაც ყველას გარანტიას გაძლევთ, ჩვენ ვერ ვნახავთ ვერც სუსის და ვერც პროკურატურის ვერც ერთ ბრიკინგს და ვერც ერთ გაფხაკურებას ამ თემაზე. ერთი რაღაცა კიდე რაც ქართულ საზოგადოებას მინდა უთხრა და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ამას მიაქციოთ ყურადღება, ვიდრე სუსის ბრიფინგის. ტელეკომპანია იმედი და ტელეკომპანია რუსთავი 2. ნაციონალურ მოძრაობასთან და ქართულ ოცნებასთან ასოცირებული სოციოლოგიური კვლევის სამსახურები აქვეყნებენ პრინციპულად ერთი და იგივე პროგნოზებს, რომ პირველ ადგილზე გადის დიდი უპირატესობით ქართული ოცნება, მეორე ადგილზე გადის დიდი უპირატესობით სხვა პარტიებთან შედარებით ნაციონალური მოძრაობა და სხვა პარტიები ვერ ლახავენ ბარიერს. ეს არის ოცნების და ნაციონალების ერთობლივი გეგმა, რომ მიიღონ ორპარტიული პარლამენტი და ამიტომ ხდება ამ რაღაცა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ინფორმაცია დღეს თანაბრად უწყობს ხელს როგორც ოცნების სამორჩეულის მობილიზაციას, ასევე ნაციონალური მოძრაობის სამორჩეულის მობილიზაციას. დიდი მადლობა, გიორგი. ეს არის სპექტაკლი ამ მომრჩევლის მობილიზაციისთვის, რომ მართლაც არსებობს საფრთხე რეალურად. მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. რეალობა არის ის, რომ იმისაც რომ ქვეყანაში რევოლუციური განწყობა მომწიფდეს და სამწუხაროდ უახლეს ისტორიაში საქართველოში ეს არაერთხელ გვინახავს, ამისათვის ქვეყანაში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი უნდა უთანაგრძნობდეს რევოლუციონერებს. შეიძლება 1 მილიონი არ გამოვიდეს ქუჩაში, მაგრამ ის რომ გვერდში უნდა ედგეს თავისი თანაგრძნობით, ეს უნდა იგრძნობოდეს ყველა დონეზე. და ჩვენ საქართველოში და ალბათ სხვა ქვეყნებში სხვანაირად არ უნახავთ რევოლუცია. როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პარტია, რომელსაც მაქსიმალური რეიტინგი შეიძლება ეზომებოდეს 10-15%-ის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან დიდი ფინანსური რესურსის მქონეა ნაციონალური მოძრაობა და 9 წლის განმავლობაში მათ ეს რესურსი საკმაოდ დააგროვეს, ეს საკმარისი არანაირად არ არის იმისათვის, რომ არათუ რევოლუცია მოაწყო, არამედ რევოლუციური სიტუაცია შექმნა ქვეყანაში. გასაგებია, რომ არსებობს ტექნოლოგია. ტექნოლოგია კი, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ 200 ადამიანი თუ რამდენიც არის, რომ გადახდილი და დაქირავებული 200 კარავი რაღაცა გარკვეულ რაოდენობა. შემდეგ პროვოკაცია და გეთანხმებით, ის რომ სააკაშვილის და მისი მეგობრების ტვინში ეს იხარშება და ესეთი სცენარები, თქვათ, იხარშება და ისინი ერთმანეთს ამას უზიარებენ, ამაში მე ეჭვი არ მეპარება. იმიტომ რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან კარგად იცის, რომ მშვიდობიან პირობებში, მშვიდობიანი განვითარების პროცესების დროს პოლიტიკაში ის ვერანაირად ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. და ის 10-15% არის ის მაქსიმალური ზღვარი, რომელსაც შეიძლება ის წარმოჩინდეს 8 ოქტომბერს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება მათთვის იყოს
იყოს ის, რომ იქნებ რაიმე ფორმით მოხერხდეს რაღაცა გეგმის შემუშავება, სადაც მოკლედ ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა. მაგრამ კიდევ ამბობ, იმისათვის რომ რევოლუცია მოხდეს, ამისათვის მხოლოდ ფული და ფინანსური რესურსი მოპარული ამ შემთხვევაში ხალხისთვის და ბიზნესისთვის არ არის საკმარისი. ამისათვის საჭირო არის ის, რომ რო გავიდეთ ახლა ტელევიზიიდან და გვერდზე მდგომი კორპუსები რო გადავხედოთ, ხო? აი იმ კორპუსებიდან უნდა ჩამოდიოდნენ ხალხი. მიყვებოდნენ მათ მიტინგზე. ხო, აი ჩამოვიდეს მაგალითად კოლონა ბათუმიდან დაიძრას და თბილისამდე რომ მოვა პირველი მანქანა ბოლო ჯერ კიდე იმ უღელტეხილზე უნდა იდგეს. ანუ აი ეს არის ის განწყობა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში რევოლუციური სიტუაციის შექმნა, მაგრამ დღეს ეს არსებული სიტუაცია ნამდვილად არ არის, ნაციონალებს არ აქვს მთავარი რესურსი ხალხი და მე ვეთანხმები კახას ერთმნიშვნელოვნად. ეს არის ის რეალობა, როდესაც ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ცდილობენ მაქსიმალურად ისეთი ფონი შექმნან თავიანთი კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით, როდესაც მხოლოდ ორპარტიული შეიძლება იყოს პარლამენტი. აი რევოლუციურ სიტუაციას ეს უფრო შეიძლება უწყობდეს ხელს ქვეყანაში, იმიტომ რომ თუ ორპარტიული პარლამენტის მიმართულებით დაიწყო ფიქრი ხელისუფლებამაც და სხვა ნაციონალურ მოძრაობამ, მე გეტყვით, ეს განუხორციელებელი რეალობაა, მაგრამ ამის განხორციელება სჭირდება ერთადერთი რამ, სჭირდება ტოტალურად გაყალბება არჩევნების. თუ ტოტალურად გაყავდა არჩევნები, ჩვენ ვნახეთ იგივე რაც მაგალითად 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვნახეთ, ამას ზუსტად დაახლოებით ეს ხო ტექნიკურად შეუძლებელია. ტექნიკურად შეუძლებელია სხვანაირად, გაუყალბებლად ამის გაკეთება. იმიტომ რომ მაგალითად 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას ყავდათ მხოლოდ კომისიის წევრები და მათმა 180,000 ბიულეტენი უბრალოდ გააბათილეს. მათ შორის 90% ოპოზიცია. ეხლა არა, დავასრულებ. და შესაბამისად წარმოვიდეთ როგორ სიტუაცია დღეს ესეთი ვითარება აღარ არის კომისიაში და ამიტომ კომისიის წევრებად არიან დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები და სხვა პარტიების. თუ ხელისუფლება წავიდა იმაზე რომ ორპარტიული პარლამენტისათვის, რასაც ახლა ცდილობენ რომ შეგვაგუონ ამ თავის კვლევებით, ამისათვის განახორციელეს ტოტალური გაყალბება, აი მაშინ ყველა პოლიტიკური პარტია აღმოჩნდება ქუჩაში და მაშინ ნახავთ პარლამენტი იქნა ორპარტიული და გავიდა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, ანუ ვერ გადალახეთ თქვენ და უშუალოდ ბარიერი. ამ შემთხვევაში ქუჩაში გახვალთ თქვენს და უშუალოდ სხვა პარტიებიც. აქ გაჩნდება დესტაბილიზაციის. რომ ორპარტიული ვერავითარ შემთხვევაში ეს პარლამენტი ვერ იქნება. ეს პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და აქვე მინდა რომ წარმოვიდგინოთ, ასეთი გეგმა აქვს ოცნებას და ნაციონალებს. ესე ეფემერულად ყველაფერი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ორპარტიული ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება და 50% პლუს ერთ ხმას ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს. ეს პარლამენტი იქნება მრავალპარტიული და ვეთანხმები გიორგის, თუ ტოტალური გაყალბება არ მოხდა, რასაც მე ამ შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო რომ ტოტალური წავიდა ეს კარუსელების და გოგორიშვილ მაჭავარიანების სოციოლოგიის გაყალბებაც ხო უკვე გაყალბებაა. სოციოლოგიის გაყალბება, მე უბრალოდ ბიულეტენების ჩაყრას და კარუსელს ნაკლებ სავარაუდოდ მივიჩნევ. რაც შეეხება რესურსს, მე რომ ვამბობდა, რომ განვაცხადე, რომ მზადდება სახელმწიფო გადატრიალება და რევოლუცია, მე არ მithქვამს რომ ამის რესურსი მათ გააჩნიათ. ამის რესურსი რომ არ გააჩნიათ, ეს დაადასტურა რუსთავი 2-ის ეზოში განვითარებულმა მოვლენებმა. ვერაფრით მათ ვერ გაიყვანეს ხალხი. ვერ განმეორდა იმ რუსთავი 2-ის სცენარი, როდესაც ერდროს უშიშროების სამინისტრო შევიდა რუსთავი 2-ში და ამას მოყვა არეულობა და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა და შემდეგ რევოლუცია. რესურსი არ გააჩნიათ, მაგრამ ცდელობა უდაოდ იქნება. ბატონ თამაზ, თქვენს ფიქრობთ, რომ გამორიცხულია, რომ პარლამენტი ორპარტიული იყოს და მხოლოდ ოცნება და ნაციონალებით დაკომპლექტდეს? ეს იქნება ძალიან ცუდი და დადასტურება იქნება იმისი, რასაც მე ვიძახოდი. რომ არის ცდელობა იმისა, რომ ერთი ცენტრიდან იმართებოდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა და გაყოფილი იყოს ორ ნაწილად, ერთს ერქვას ხელისუფლება და მეორეს ოპოზიცია. აი ზუსტად ასეთი სცენარის განვითარება. ცენტრი სად იქნება, ანუ გულისხმობთ ამ შემთხვევაში უფრო ვაშინგტონი, ალბათ, ხო და ეს არის ცუდი იმიტომაც, რომ თუ როცა ასეთი განაწილება ხდება და ერთი ადგილიდან იმართება, აი ზუსტად აი მცირე რყევამაც კი შეიძლება თვითონ შიგნით შექმნას ისეთი სიტუაცია, როცა ადვილად მოხდება ხელისუფლების ერთიდან მეორეზე გადაბარება. და ეს იქნება ძალიან ცუდი. კიდევ ვიმეორებ, აი ზუსტად მრავალპარტიულობა საჭირო არის იმისთვის, რომ
ამ თუ მაგალითად ქართულ ოცნებაში საკმაოდ მძლავრად არის აღუდგენელი დესანტი ნაციონალური მოძრაობიდან. იგივეს ვერ ვიტყვი ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც მოხდება პარლამენტში. დესანტში ვის გულისხმობთ? არიან ცალკეული პიროვნებები, რომლებიც შედარებით ლაითი ნაციონალები. აი ახალი სახეები, მაჟორიტარები. თუნდაც ახალი სახეები, თუნდაც იქიდან. როგორც დაახლოებით ისეთი სიტუაცია, როგორც იყო ჩვენ დროს, აი ახლა დაშლამდის ასე ვთქვათ კოალიციის, როდესაც ფაქტიურად რესპუბლიკური პარტია იგივე უფრო ახლოს იყო ასე ფაქტურად დესანტის როლს ასრულებდა ნაციონალური მოძრაობისა. ოქრიაშვილი დესანტი არის, ნაციონალი არის. მაჟორიტარები, რომელთა ძალიან დიდი ნაწილი ყოფილი ნაციონალი არის. ვიცე-სპიკერები, ეროვნული ძალები აუცილებელია იყოს პარლამენტში, ეროვნული ძალები, რაღაცა, რომელიც აი ასეთ სიტუაციაში ყევებს ააცილებენ თავიდან ხელისუფლებას. თქვენი შეფასება ძალიან ცოტა დრო გვაქვს, არის თუ არა საფრთხე, რომ ორპარტიული პარლამენტის შემთხვევაში მართლაც დაიწყოს დესტაბილიზაცია? დიახ, მე მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, რომ შეიძლება ნამდვილი რევოლუცია მიიღოს სწორედ მაშინ, როდესაც ორპარტიული პარლამენტის შედეგები გამოცხადდება, იმიტომ რომ ეს უკვე იქნება არა ვიღაცა ცენტრისგან და რაღაცა კულუარიდან მართული პროცესი, ეს იქნება რომ შეიძლება ქართულ ხალხს ამოასხას მართლა ყელში. და ქართულ ხალხსაც მინდა უთხრა, ის რეალობა, რომელსაც ცდილობენ თქვენ რომ ოცნება და ნაციონალები, რუსთავიორი და იმედი დაგანახონ, ვითომ 5-იანსა და 51 შორის არჩევანი, ეს არის სიყალბე. სინამდვილეში არჩევანი არის ორპარტიულობასა და მრავალპარტიულობას შორის. ოცნება და ნაციონალები დგანან ერთ მხარეს. აი შეიძლება ვიღაცისთვის ეს ახლა რთული დასაჯერებელი იყოს, მაგრამ 99 წელს ვითომ ერთმანეთი დახოცეს შევარდნაძემ და აბაშიძემ და 2000 წელს ასლან დაბასიძე შევარდნაძის შტაბში იყო. ეს იყო ორივე საწყობდა. დღეს ოცნებას და ნაციონალებს წარმართავს ერთი შტაბი. და თელმა დანარჩენმა საზოგადოებამ, ვისაც გვინდა რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მოდით რუიანი შემოხადეთ, რუიანი თუ არა ნებისმიერი სხვა არასაპარლამენტო პარტია შემოხადეთ. რუიანი უფრო ქრისტიანულია. კარგი, მაშინ თქვენი ნომრებიც, გიორგი, თქვენს ყველაზე ქრისტიანული ამ შემთხვევაში 3 ნომერი. 3 ნომერი, 25-3-7-8. დიდი მადლობა ბატონებო. აქვს თუ არა პერსპექტივა საქართველოში რევოლუციურ სცენარს? გააგრძელეთ რეკვა, ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა ინტერაქტივის, დაგვირეკეთ, გამოთქვით თქვენი მოსაზრება და რეკლამის შემდეგ უკვე გადაცემის ბოლო ბლოკში ჩვენ შევაჯამებთ ინტერაქტივის შედეგებს. დიდი მადლობა თამაზ მეჭიაურს, გიორგი ახვლედიანს, კახა კუკავას და სოსო შატბერაშვილს. რეკლამის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ეთერში ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად დავბრუნდებით. რამდენიმე წუთში ისევ ერთად ვართ, დაგველოდეთ.